მოგესალმებით მეგობრებო. დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო და სახიფათო თემა, რომელსაც ეწოდება Remote Template Injection Microsoft Word-ში. ყველა ჩემი ვიდეო გაგვეთილი ატარებს მხოლოდ სასწავლო ხასიათს და კიბერდანაშაული იჯება კანონით. მარტივად რომ ვთქვათ, Microsoft Word-ს აქვს ფუნქცია, რომ ახალი დოკუმენტი შექმნას ტემპლეიტიდან, ხო? Office-ში უკვე არის რამდენიმე ჩაშინებული ტემპლეიტი და შეგიძლია საკუთარი გააკეთო ან ინტერნეტიდანაც გადმოწერო. ახლა წარმოიდგინე, რომ თავდამსხმელმა ამ ფუნქციას გაუკეთა დახაკარა მოკლედ ეს ფუნქცია. ის გიგზავნის სრულიად უნებელ Word დოკუმენტ ჩვეულებრივ Docs ფაილს რა, რომელიც არ შეიცავს არანაირ მაკროს და ანტივირუსიც, რა თქმა უნდა, მას ვერ ხედავს. მაგრამ ამ დოკუმენტში შეგნით არის პატარა მისამართი, რომელიც ამ დოკუმენტს ეუბნება, რომ როცა გაიხსნები, ჩამოტვირთე რაღაცა ტემპლეიტი მითითებული ლინკიდან. ეს ტემპლეიტი სადღაც სერვერზე აქვს წარმოიდგინე ჰაკერს, უკვე შეიცავს მავნე მაკროსის ფაილს და როგორც კი შენ Word-ში Word-ს რო ხსნი enable contents რომ დააჭერ, ზოგჯერ ის ავტომატურად ეშვება და ამ შემთხვევაში თავდამსხმელი უკვე შეძლებს აი ამ მავნე კოდის შესრულებას, ხო? მაგალითად, იქნება ეს Cobalt Strike-ის ბიკონის გაშვება თუ სხვა. მე ახლა უბრალოდ პატარა დემოს გაჩვენებთ, თუსაც შეიძლება მისამართის გაწერა. ეს არის ის მაკროსიანი დოკუმენტი, ესე ვთქვათ, რომელიც წინაზე გავწერეთ რა, დავწერეთ. ხო, შეგვიძლია შევამოწმოთ კიდეც. აგერ გთხოვს, რომ ჩავთვალოთ მაკროსის კონტენტი და აქედან შეგვიძლია ნახოთ რეალურად რა დოკუმენტი არის ეს. აი ბატონო, ეს გავწერეთ წინაზე. ჩვენ ახლა ერთადერთი რაც დაგვჭირდება, ეს არის აი ეს მისამართი, ხო? წარმოიდგინეთ ესეთი რაღაცა. ეს და მოვაკოპიოთ. ასეთ რაღაცას გაწერა დაგვჭირდება. წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ჩვენ სერვერზე. ეს არის ჩვენი ჰაკერის, ესე ვთქვათ, სერვერის მისამართი და ეს არის ის ფაილი, ხო? ამ შემთხვევაში ეს მაკროსი დავტოვოთ და იგივე სერვერზე თითქოს წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს ეს ჩვენი Word-ის დოკუმენტიც შენახული რა. ეს Word-ის დოკუმენტი შენახული. ეხლა შევქმნათ ახალი Word-ის დოკუმენტი, რომელიც იქნება საერთოდ სუფთა რა. Word-ის დოკუმენტი უბრალოდ new და აქ რომელიმე შაბლონი ავირჩიოთ. ალბათ ეს შევინახოთ. დავარქვათ doc. doc 1. და docs-ად შევინახოთ. ეს შაბლონი. აი, შეიქმნა ეს შაბლონი. ახლა ეს იდეაში ეს არის არქივის ფაილი. 7-zip-ით გავხსნათ. გადავდივართ Word-ში, Reels-ში და აი ეს ფაილი გვჭირდება setting XML Reels. დავედითოთ. და ახლა უკვე აქ მივუთითებთ აი ამ target-ში, მივუთითებთ იმ location, სადაც ინახება ჩვენი მაკროსიანი Word-ის დოკუმენტი, ხო? რეალურად ეს იყო ჩვენი, ესე ვთქვათ, სერვერი. თითქოს ჩვენ სერვერზე ინახება სადღაც 192, 168, 111, 220 ესე იყო. და მივუთითოთ სახელი, ხო, ამის დოკუმენტის. აი ეს ფაილი არის. და დავასეივოთ. აი ამ XML-ში დავმალავთ ამ ჩვენ payloads.
და სულ ეს არის. ანუ ეხლა რა მოხდება? აა როდესაც მსხვერპლი გახსნის ამ ჩვენს უბრალოდ შაბლონს, აი ამ შაბლონს რო გახსნის, ბექგრაუნდში წავა მოთხოვნა ჩვენ სერვერზე და ჩამოტვირთავს macrosიან ფაილს. მოკლედ, ეს remote template injection-ი კარგად მუშაობს ბევრ კორპორატიულ გარემოში, სადაც macros-ები ჯერ კიდევ დაშვებულია ან მომხმარებლები ხშირად აძლევენ ნებართვას, ხო, macrosიან ფაილებზე. როგორ უნდა დავიცვათ თავი, ხო? პირველ რიგში remote template-ები ჩამოტვირთვა group policy-ით უნდა აიკრძალოს, ჩემი აზრით. უნდა გამოიყენოთ application whitelist-ი ან ACR წესები. ან macros-ები უნდა აიკრძალოს სანდო source-ების წყაროების გარეშე. და რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ყოველთვის ტრენინგები უნდა ჩავატაროთ ამ შრომლებისთვის. დღევანდელი ვიდეო გაგვით კი ამით დასრულებულია. თუ მოგეწონა ვიდეო, გთხოვ გამოიწერე არხი და დაალაიქო ვიდეო.